მხარეებმა ახალ გრძელვადიან გეგმაზე ისაუბრეს ღაზას სექტორში ომის მოსაგვარებლად. გეგმა შემუშავდა მრავალი არაბული და ევროპული ქვეყნის კონსულტაციით და მისი პირველი ეტაპი მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და ყველა მძევლის გათავისუფლებას. ეს პირობა კი მხარეებმა უკვე შეასრულეს 13 ოქტომბერს 20 ისრაელელი მძევალი და 2000-მდე პალესტინელი დაკავებული სახლში დაბრუნდა. საინტერესო ისაა, რომ ამავე დღეს დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც კატარის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატარზე ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება შეერთებული შტატების მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე თავდასხმად. ეს კი შინაარსით ძალიან ჰგავს ნატოს მეხუთე მუხლს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატარზე თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა კანონიერ და შესაბამის ზომას, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებსაც კატარისა და ამერიკის ინტერესების დასაცავად. მაგრამ აქ საკვანძო ფრაზაა საჭიროების შემთხვევაში, რადგან ეს ფორმულირება ვაშინგტონს აძლევს თავისუფლებას თვითონ გადაწყვიტოს წარმოადგენს თუ არა კონკრეტული თავდასხმა ისეთ საფრთხეს, რომელიც სამხედრო ჩარევას გაამართლებს. ამ აღმასრულებელ ორდერს ასევე არ აქვს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალა. ნამდვილი სამხედრო ალიანსები, მაგალითად ამერიკის ნატოში წევრობა, საჭიროებს კონგრესის თანხმობას და სენატის რატიფიკაციას, რათა ის იქცეს კანონად, ანუ უფრო მყარ და სანდო ვალდებულებად. ტრამპის მიერ გამოცემული ორდერი კი ასეთ სტატუსს არ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაუქმება ან შეცვლა ასევე მარტივად ბრძანებით შეიძლება. ამის მიუხედავად, ეს დოკუმენტი მაინც მნიშვნელოვანი განაცხადია შეერთებული შტატებისა და კატარის უსაფრთხოების ინტერესების თანხვედრაზე. ეს ასევე არის ამერიკის დიპლომატიური გზავნილი კატარის მხარდასაჭერად ისრაელის ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ. 2025 წლის 10 ოქტომბერს კი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა განაცხადა, რომ ამერიკამ კატარს ნება დართო აიდაჰოს შტატში მაუნტინ ჰოუმის საჰაერო ბაზაზე განათავსოს F-15 ტიპის გამანადგურებლები ურთიერთთავსებადობის გასაზრდელად. მანამდე კი 2022 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კატარი ნატოს მთავარ არაწევრ მოკავშირედ გამოაცხადა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატებისა და კატარის დაახლოებას ამერიკის შიგნით ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კატარს წლების მანძილზე ბევრი, მათ შორის კონგრესის გარკვეული ნაწილი, ჰამასის დაფინანსებაში ადანაშაულებდა, თუმცა ამას კატარის მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა. ამის მიუხედავად, ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ კატარი შეერთებული შტატებისათვის მზარდი მნიშვნელობის პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.